სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო როცა მშია გონება არ მუშაობს რა. მეც ცხოველივით მშია რა. აი მოაქვე მგონი გვეშველო. აუ ძლივს. რატომა? ბაბა. ხარ ესეთი ცხონება, მე მგონი დავიმსახურეთ ისე რა. რა გინდა ძმაო არ მჯეროდა რა მაგ კაცის, მაგრამ ყველაფერი შეასრულა პირნათლად რა. იბადონო. ისე ეს კი არა უფრო მეტი გვეკუთვნის ძმაო რა. მაგრამ საჭესთან ვარ ძმაო და დალევა არ გამოვა რა. აუ ვერც კი წარმოგიდგენიათ აი როგორი გახარებული ვარ რა. რაზე? რაზე ბიჭო საქმე რო ესე მაგრა წავიდა ეგ מחარებს. მე შეგა. მოიცავ მე რა ვერ გავიგე. ხო, შენ რა. ხა მე და ყობა მეწილეები ვარ და მოგებას თანაბრად გავიყობდე. შენ რა შუაში ხარ? რა და მე რა. მე ისა მეგობრები ხართ და თქვენი წარმატება მიხარია. აი ხო მოიწმინდა ეგ წრეული და. გაგიღა დავებით რა გჭირს. ვერა ხარ შენ ხო იცი? ბიჭო, გადმოგერიცხე უკვე თან ხარ. სხვათა შორის რაც შენ ამ საქმეზე ინერვიული და ირბინე, მარტო მორალური გვერდში დგომისთვის გეკუთვნოდა რა. მაგალია. ფულზე არ არის, ისე მითხრა რომ მეწყინა რა. აი რა გეწყინა, რა მოგივიდა ხა, როგორ მოგიწონა ფოთის ტური, აბა? კარგი იყო. მაგრამ გონია რომ უფრო ხშირად უნდა ვიაროთ ხოლმე ესეთ გასული ტურებზე. ისე იმდენი შეკვეთა გვექნება მე მგონი, მოგბეზდება ფაზისი. აუ ისე მართლა ეს რა აღნიშნაა რა. თბილისში რო ჩავალთ, კარგად დავლიოთ რა. ჩვენებურად, მოეჭველი, მაგრა დავლიოთ რა. მომისმენ, რამე ხო არ დავამატო, თუ გვეყოფა ეს ხაჭაპურები. მგონა გზაზე ელენიკო და ეთერი არ უნდა დაგჭოს. მაგებრიელია. რა ბატონო დიმიტრი ისეთი საცოლით მატარა ტაქსმა გოგის ძლივს მოვაღწია. ხო, ამ დროს რთულია. რომელ დროს არ არის ამ ქალაქში გადაადგილება რთული, რაც კანადიდან ჩამოვედი, გაოცებული ვარ. ან უნდა მივეჩვიო, ან უნდა გადავიდე მეტროზე. რაზე მოვედი და რაზე ვწუწუნე. ხო, მოდი მეც პირდაპირ საქმეზე გადავალ. კი, გისმენთ. შევხვდი შენ ძმას. როგორ არის? რამე ხო ჭირდება? არა, კარგად არის. და იმედიანათაც გამოიყურება. ხო, ანუ როგორც ვივარაუდე, არა აქვს ამ საქმესთან არანაირი შეხება. თვითონ ესე ამტკიცებს. მაგრამ როგორც მისი მონაყოლიდან გავიგე, ჩვენც ასე ვივარაუდეთ, რომ სხვა ადამიანების მსხვერპლია. და რა მოხდაო ზუსტად? მოკლედ სამეგობარს ჰქონდა ბიზნესიო. ამერიკიდან მანქანები ჩამოყვავდა და აფყიდიდითო. ეჭვი როგორ არ გაუჩნდა, როგორ არ დაეჭვდა არაფერზე. სავარაუდოდ ორ მათგანს მანქანების ჩამოყვანა ევალებოდათ. აი შენ ძმას კი მათი შეკეთება და რესტავრაციაზე ზრუნვა. წარმოგიდგენია, რამდენჯერ დააპოლეს. ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ იმორზე ძებნა არ გამოცხადებული. ჩვენ შეგვიძლია გოგო შემთხვევაში რომ გავაკეთოთ. ეკა,
პროკურატურასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს გირაოსთან დაკავშირებით. ნახეთ რა გამოვა. მე მაინც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ფული არ იქნება პრობლემა, რამდენსაც მეტყვიან გადავიხდი, ოღონდ გამოვშვან. წესით უნდა ხვდებოდნენ გოგას უდანაშაულობას და გირაოზე უნდა წამოვიდნენ, მაგრამ არ არის ადვილი საქმე. აი, ოღონდ გამოიყვანეთ და მე რას უზამ, ვერ წარმოგიდგენიათ. აი, შენ აღარ გამიხდე დასაცავად. ჩემზე არ ინერვიულობ, მე ჩემ თავს მივხედა. დალევ რამის. ყავასთავლევ, კი, უკაცრავად, მეც მინდა ერთი თურქული ყავა რა. უი, მადლობა, ხო უკოფეინო. დიახ. ეს უსაყვარლესი ორსულები ძანდების და ჩვენმა კაფემ გამგეგზავნა საჩუქრად. მე ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ნუ მანებივრებთ ესე, იმიტომ რომ ჰორმონების გამო შეიძლება ეგრევე ტირილი ამიტყდე. დამაწყარებელი ჩაეწყოს თუგნებას. აუ, თავისუფალია. კი. არის. აი, მათ ისე გამიბერე, რომ ვდგები უკვე. გამარჯობა. ბოდიში რომ გაწუხებთ. აქ ორსული ქალბატონია. გული წავიდა, ცუდად გახდა და თქვენი ნომერი ვნახე ტელეფონში, ხოლოდ გულები თუ წერი ხართ, თქვენი აღიახლებელი იქნება ალბათ. აბაშიძის 2 ნომერში ვართ. გოგონა, სხვაგან მოხდი რა. არც ამ ნომრის ფლობელს ვიცნობ და არც ვინმე ორსულ ქალს. და არც მაინტერესებს. თაკო, ატრიას ვიძახებ. ქათმით გინდა, ხო? ტერიაკით. რა გჭირს? ტერიაკით არა რა. მე ძალიან ცხარე სოუსით მირჩევნია. ხო, კარგად ხარ. როდის გიყვარდა ცხარე სოუსი? არ მიყვარს. ფიზიკურად მინდა ვიგრძნო, მე რომ ცოცხალი ვარ რა. თორე ისე მართლა ვერ ხვდები სადამ უყავი თავი. მოყევი რა დაგემართა. მე ხარ მითხრა იმ გუგუს ამბებია კიდე. თითქოს ხო ძალიან ბედნიერი წყული ვართ მე და გერეს. ხო. და ეხლა აქ რაღაც ახალი ჰობი. მამობა. და საერთოდ აღარაფერში აღარდეს მაგის აქციელი. და რას ეკეთებ? ყველაფერს. ყველგან დაყვება, ყველაფერში ეხმარება, რავი რა. მესმის რომ არ გიხარია, რომ ანას დაყვება ყველგან, მაგრამ გინდა შენ ისეთი კაცი, რომელსაც ბავშვი ფეხებზე კიდია? არ მინდა, მაგრამ ძალიან დავიღალე მართლა, რა, აი ძალიან უკვე. მინდა რომ ჩემთვის აკეთებდეს მე ყველაფერს. და რა გიშლით ხელს? შვილები გინდათ? ხო, ალბათ, შენ ქმარს ნომებია. აშკარა. დარწმუნებული ვარ, საყვარელი ქალისგან გაჩენილი ბავშვი 2 წამში აღგიდგენთ ჰარმონიულ ურთიერთობას. რამდენი ოჯახი გაერთიანა ბავშვმა და დაალაგა ყველაფერი. არ ვიცი რა. ვიცი. მოკლედ. ტერიაკით, ხო? ხო, მიდი გამოიძახე და მოვალ. მე ისე უცბად წავიდა გული დაჭერა ძლივს მოახერხე. კიდევ კარგი რა ახლოს იყავი. ანა, უკითხარ. ანა. რა ხდება? რა მოხდა? არაფერი დამშვიდი, გული წაგივიდა და დაგვირეკეს. ბავშვი როგორ? ბავშვი კარგად არის, არ ინერვიულა, რაც თავარი არაფერი არ დაგირტყამს. როგორ ხარ? დედიკა უკითხარ. როგორ ხარ? ვარ უც თაბრუნა ხარ ცოტა. კი ხოთა სახში წამოყვა. ხო, აფერას ვიზა. მე ჩემი ჩანდა სადამი. რამდენი უნდა გადავიცე? არაფერი, ბედნიერი ორსულობა. ძალიან დიდი მადლობა და უკაცრავად რა. როგორ ხსნა თავს მოსხარე რა გჭირს? არ ვიცი. ავდგები. ხო, ნელა და კი, მოდი.
კეთიანულები გიხოთ. წავა მეჭდო. კეთი გიხოთ. ჩავჭდები. ფთხილა. კომფორტულად ხარ არ მიგიწიოს კამი. მეც გამოყვებით ხო? ხო, აბარა. შენ დარჩი. ანა. არა. და კეთენ დაჯექი მოდი გაგიყვან ხო მადლობ, ჩემი წავა. არა, რას ამბობ დაჯექი. გიხოწმე ხარ შენ. ხოდა მე ეს სულ ყველა ნათლიას უნდა თქვა მწამსი და არც ერთმა არ იცოდა, მარტო მე ვიცოდი. უნდა გედახათ რა ამაყი გიყავი. მე ძარო ყოფ მაშინ. დარწმუნებული ვარ, რომ აი ყველაზე მაგარი ნათლია იქ. რა თქმა უნდა. ბოდიში და მალე მივალთ, ჰა? კი, ზოგი. აი იმ შენობის უკანა, რასაც ჩვენ გეწევთ. ელი, წამო ჩვენ მაღაზიაში გადავიდეთ. წამო. ეთერი დეიდა, რამე ხوارგნებავთ?